რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში საქართველოს მასშტაბით 1,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თბილისში ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმის მსურველი უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე ადამიანები რამდენიმე რიგად გამწკრივდნენ. ცოცხალ ჯაჭვს თბილისში 1000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ცოცხალ ჯაჭვში ჩაებდნენ პარლამენტარები და ოპოზიციური პარტიის წევრები. ზუსტად 3 საათზე საქართველოს ყველა ეკლესიაში ერთდროულად ზარებმა დარეკეს. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს ყველა ქალაქში მოეწყო, შეძახილებით რუსებოს შორს ხელები საქართველოსთან მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვში ჩაებდნენ გორიდან კარალეთამდე. მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში. რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებიც. აქციები სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული პლაკატების თანხლებით წარიმართა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღის 3 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.